წაართვეს თუ არა მსაჯებმა პირველი ჭუბი რომანს და იყო თუ არა მარვინ ვეტორის გამარჯვება სამართლიანი და რატომ მისცეს მას ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გამარჯვება. ვიდრე გადავიდოდეთ პირველი ბრძოლის განხილვაზე, სტატისტიკაზე და იმაზე თუ მეორე ჭუბში რა შეიძლება შემოგთავაზონ რომანმა და მარვინმა, მანამდე მოდი შევხედოთ ერთად მსაჯების მიერ შედგენილ ქულათა ფურცელს, სადაც პირველი რაუნდი 3-დან 2-მა მსაჯმა მისცა რომანს. ეს აბსოლუტურად დამსახურებული პირველი რაუნდი იყო, ჩემი აზრით, მესამე მატჩსაც უნდა მიეცა რომანისთვის 9-10, ვინაიდან ძიმე დაზიანებები ცალსახა იყო პირველ რაუნდში რომანის მხრიდან, ასევე წნეხი და ოქტაგონის ცენტრის კონტროლი. ასევე რაც შეეხება მეორე და მესამე რაუნდებს. სამივე მსაჯის გადაწყვეტილებით მეორე რაუნდიც და მესამე რაუნდიც წაიღო მარვინ ვეტორემ. გამოგიტყდებით და მეორედ ნახვის შემდგომ ამ ბრძოლისა მივხვდი, რომ ლოგიკა ამ შეფასებაში ნამდვილად დევს და ეს ჩემი პირადი მოსაზრება რისი ქონის სრული უფლებაც მაქვს და ბალანსი რაც დაჯდა და რაც გამოითვალეს მსაჯებმა არის ლოგიკური და პირველი ჭუბი ჩემი აზრით დათმო რომანმა. ახლა გადავხედოთ სტატისტიკას. 106 დარტყმა 71-ის წინააღმდეგ, 48% 36%-ის წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ რომან დოლიძის დარტყმები უფრო მძიმე იყო ცალსახად, ვიდრე საერთო ჯამში საკმაოდ დიდი და საგრძნობი არის, როგორც პროცენტული მაჩვენებელი, აი შეგვიძლია შევხედოთ ახლა პირველ რაუნდში მიყენებულ ზიანს, როდესაც მიხვდა მარვინ ვეტორი, რომ არ უნდა შესულიყო რომანთან გაცვლებში. მეორე რაუნდში მარვინ ვეტორი შედარებით უფრო ფრთხილობდა, იმიტომ რომ პირველ რაუნდში მიხვდა, რომ ახლო დისტანციაში რომანთან ჭუბი მისთვის კარგი არაფრის მომტანი არ არის რომანის მძიმე ხელებიდან გამომდინარე. თუმცა გააქტიურდა ვეტორი იმ თვალსაზრისით, რომ ქულების წამოღებას ცდილობდა და მეორე რაუნდის დასაწყისში უკვე 15-5-ზე ქონდა ფეხში დარტყმა, 17-22-ზე იყო თავში მიყენებული ზიანი. და აი ყველაზე თვალშისაცემი მომენტი, ჩემი აზრით, რაც შეიძლება ბევრს გამოეპარა, არის მესამე რაუნდი, როდესაც გამოჩნდა ის ზიანი, რა ზიანიც ქონდა რომანს მიყენებული მარვინ ვეტორის დარტყმების მხრიდან ფეხში. მეზბრძოლა მარვინ ვეტორი მოიგო და რომანმა დათმო, თუმცა ახლა აბსოლუტურად სულ სხვა სურათს ვნახავთ. რაც შეეხება მარვინ ვეტორის და მის ზოგადად სტატისტიკას და წარს 31 წლის იტალიელი მებრძოლი, რომელიც საკმაოდ გამოცდილია UFC-ში, 16 ბრძოლა აქვს ჩატარებული და არ ვიცი გახსოვთ თუ არა ყველას, მაგრამ ის იყო პირველი მებრძოლი UFC-ში, რომელმაც სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია ისრაელ ადესანიას. რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ ეს. ყველაზე მეტად რაც გამოარჩევს ამ მებრძოლს სხვა მებრძოლებისგან, მით უმეტეს ამ წონით კატეგორიაში, არის მისი გრანიტის ყბა, რომელსაც რაც არ უნდა ჩაარტყა და რამდენიც არ უნდა ჩაარტყა, არაფერი არ მოსდის. პაულო კოსტასთან დაპირისპირების შემდგომ, სადაც კოსტა თითქმის 10 კილოთი უფრო მძიმე იყო მარვინ ვეტორიზე, მან ისეთი დარტყმები აიტანა, როგორც თავში, ისევე ტანში, რომ არ მეგონა საერთოდ ცოცხალი თუ გამოვიდოდა ამ ბრძოლიდან. თუმცა თითქმის 1 წლის შემდგომ მძიმე გამოცდა ელოდებოდა მარვინ ვეტორის, რომელიც მან ვერ ჩააბარა და ეს იყო რობერტ ვიტეკერის 3 რაუნდში ერთსულოვანი გადაწყვეტილებით. ეს არის მარვინ ვეტორის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, როდესაც იგი ხვდება მაღალი ინტელექტის მქონე მებრძოლებს, უბრალოდ განეიტრალებული ძლიერი მხარე არის კარდიო, ვერაფრით ვერ დაღლი მარვინ ვეტორის და ასევე არის გამოცდილება, რასაც ნამდვილად ვერ დაუკარგავთ, დარტყმის ატანის ფენომენალური უნარი. ესეც გამოჩნდა ჯარედ კანონიერთან, სადაც 241, არ მოგესმათ, 241 დარტყმის ატანა მოუწია. ეს იყო მისი კარიერის გადამწყვეტი ეტაპი, როდესაც მიხვდა, რომ რაღაც აუცილებლად უნდა შეეცვალა, იმიტომ რომ ყველა ბრძოლის შემდგომ კონტუზიით გამოსვლა მას კარგს არაფერს მოუტანდა, მით უფრო თუ ეს ჭუბი გამარჯვებით ვერ სრულდებოდა და საბოლოოდ როგორც ჩანს გადაწყვიტა, რომ შეეცვალა დარბაზი და ახლა როგორც მის ინსტაგრამიდან ხედავთ, გადავიდა American Top Team-ში, სადაც მაიკ ბრაუნი არის მისი მწვრთნელი. ამ დარბაზში შეგახსენებთ, რომ ვარჯიშობენ დასტინ პორიე, ვარჯიშობდა ხორხე მასვიდალი და ძალიან ბევრი ჩემპიონი თუ კონტენდერი გამოუზრდია მოკლედ ამ დარბაზს. რაც შეეხება რომა, მან 2 წონით კატეგორიაში იჭხუბა ენტონი სმიტის წინააღმდეგ და თითქმის დარტყმების ორმაგი რაოდენობით აჯობა ენტონი სმიტს. კევინ ჰოლანდი, რომელიც ყოველთვის სახიფათოა როგორც ფეხზე, ისევე მიწაზე. და ყველაზე ძლიერი რამ, რაც რომანს აქვს ჩემი აზრით, გარდა ხელებისა, ეს არის
მიწაზე მეტოქის გადაყვანა და მტკივნეული ილეთის შესრულება, იმიტომ რომ ჯეკ ჰერმანსონთან გაკეთებული ეს მტკივნეული, რომელიც საბოლოოდ გარდაიქმნა ტექნიკურ ნოკაუტში, არის MMA-ის სახელმძღვანელოში, შესატანი ეს წინა ვიდეოშიც მithქვამს. ახლა მესამე ბრძოლის მიყოლება იქნება გარდამტეხი მისი კარიერისთვის, იმიტომ რომ მარვინ ვეტორი რაც არასდროს არ არის ამოსაწერი და ყოველთვის არის ანგარის გასაწევი. ამიწერეთ კომენტარებში თქვენ რას ფიქრობთ, როგორ დასრულდება ეს ბრძოლა და ვის რა შანსები ექნება.